თამარის დასახლებაში მცხოვრებმა ეკომიგრანტებმა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართეს. თვითნებურად შესახლებულები ელექტროენერგიისა და წყლის სისტემის გაყვანას ითხოვენ. ნავთობტერმინალის ყოფილი აბანოს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია. რაც აცხადებენ უწყებაში, გიორგი წეროძე გიამბობთ. ანტისანიტარია, უშუქობა და უწყლობა. ეს პრობლემები ტბეთის 12 ნომერში უკანონოდ შესახლებულებს რამდენიმე თვეა აწუხებთ. ნავთობტერმინალის ყოფილი აბანოს შენობაში მცხოვრებმა 22 ოჯახმა დღეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. შესაბამისმა სამსახურებმა თვითნებურად შესახლებულების საცხოვრებლამდე წყალი და შუქი რომ მიიყვანონ, აღნიშნული უწყების ნებართვა ესაჭიროებათ. აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეს ესწრებოდა. არის მცირეწლოვანი ბავშვებით ოჯახები და აქ საჭიროა რომ ახლა სახელმწიფომ კონკრეტულად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნება დართოს რომ ელემენტარული პირობები შეუქმდას, ვინაიდან მათია ეს ტერიტორია და ამ ელემენტარულში ჩვენ გულისხმობთ შუქის პრობლემას და წყალკანალიზაციის პრობლემას, ვინაიდან ამათ სხვა წასასვლელი არ აქვს. ყველა დაავადებული ვართ, ამჟამად აქ გაცვიებული რაღაცა, არც სინათლე არა, პლეტაჩა ზოგში შარაკ რო გათბეს რაღაცა და ვითხოვთ სინათლეს და შუქს ამ ეტაპზე. დანარჩენს შევხედავთ არ თუ არ დაკმაყოფილება მე პირადად ვიწყებ შიმშილს. ნატალია კამადაძე ორ პატარა ოთახში შვილთან ერთად ცხოვრობს. მის ბინაში ისევე როგორც სხვა ოჯახებში წყლის სისტემა კუსტარულადაა გაკეთებული. წყალი კი მეზობლების მსგავსად გვერდითი კორპუსებიდან მოაქვს. ესე ჩვენი გაკეთებულია, ჩვენ მოვიტანთ ჩვეულებრივად ჩავასხავთ. აი ასე და ვაკეთებთ ასე. მეტი არაფერი ასე ჩვეულებრივად აივსება წყალი. ვაკეთებთ, მაგრამ ამის მოზიდვა ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ვიღაც შორი მანძილიდან და ახლა დღევანდელ ცხოვრებაში წყალი ხო გვინდა ბავშვებისთვის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ტერიტორია მოსახლეობას თვითნებურად აქვს დაკავებული, ამიტომაც შესახლებულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. არჩილ ხაბაძის თქმით კი უკანონოდ შესახლებულებს ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. კანონი დარღვეული არის, იმ ნაწილში უკანონოდ შეიჭრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაში, შესაბამისად ჩვენი პოზიცია როგორც მანამდე იყო, რომ არ ჩაერთოს წყალი და შუქი, ვფიქრობ, რომ ისე იქნება შენარჩუნებული, ვინაიდან არავინ აღარ რჩება პასუხისმგებელი მინიმუმ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, არ ვართ ვალდებული რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ შევისწავლოთ და გავარკვევთ. მე მახსოვს შაშან შეიჭრა ეს ნაწილი გამოვასახლეთ, ნაწილიც მოუწევს იქიდან გამოსახლება სავარაუდოდ ჩვენ არ დავწმობთ და არ დავარიგებთ ჩვენს ქონებას. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტბეთის ქუჩის 12 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა პერმანენტული აქციების ჩატარებას გეგმავს.